უსაფრთხოა თუ არა ონლაინ შოპინგი. ცალსახა პასუხი კითხვაზე არ არსებობს. მყარი გარანტიების არ ქონის მიუხედავად, ინტერნეტით საკუთარი გარდერობის გაახლების მსურველთა რაოდენობა დღითიდღე იზრდება. სწორედ ამ ტენდენციის დამსახურებით 23 წლის ბათუმელმა გოგონამ 500-მდე მოტყუებული მყიდველის ხარჯზე 80,000 ლარი მიითვისა. თაღლითური სქემა სამართალდამცველებმა გაშიფრეს. თამილა ზოიძე მუშაობდა თემაზე. ცნობილი ბრენდების სამოსის, აქსესუარების და სხვადასხვა ნივთების გამოწერა ინტერნეტით საქართველოში პოპულარულია, თუმცა ონლაინ შეკვეთის მომხმარებელი შესაძლოა თაღლითობის მსხვერპლი გახდეს. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა ბათუმში ამ დღეებში დაფიქსირდა. სამართალდამცავებმა 23 წლის ბათუმელი გოგონა დააკავეს, რომელმაც გამოძიების ვერსიით თაღლითობის გზით ასეულობით ადამიანი მოატყუა და 80,000 ლარი მიითვისა. ბრალდებულის ერთ-ერთი მსხვერპლია სალომე სიხარულიძეც. მე გახლავართ ონლაინ შოპინგის საკმაოდ აქტიური მომხმარებელი. ერთხელაც გადავწყვიტე Facebook-ის ერთ-ერთი გვერდის საშუალებით გამომეწერა ნივთები. სხვათა შორის საკმაოდ სანდო პეიჯი ჩანდა ერთი შეხედვით. გადავრიცხე თანხა წინასწარ, როგორც წესია ესე ხდება ხოლმე. თუმცა დაახლოებით 2 თვიანი ლოდინის შემდგომ გაირკვა, რომ უკვე არც თანხა მიბრუნდებოდა და არც თავისთავად ნივთებს ვეღარ ვღებულობდი. ძალიან ბევრი ადამიანი იყო მსგავს გაურკვევლობაში მოხვედრილი. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, რა შემთხვევაშიც მე გამოვიყენე უბრალოდ შუამავალი. როგორც ინტერნეტ შოპინგის აქტიური მომხმარებლები ამბობენ, ხშირია შემთხვევები, როცა შეკვეთილი ნივთის ზომა, ფერი ან ფორმა ძალიან განსხვავდება იმ ნივთისგან, რომელსაც უკვეთავენ. ასეთი შემთხვევის მსხვერპლია თამთა ძირკვაძეც. მე ონლაინ შოპინგის აქტიური მომხმარებელი ვარ. 4 კვირის უკან გამოვიწერე ინტერნეტ მაღაზიიდან რაღაც 200 ლარის ღირებულების საქონელი და ველოდებოდი, რომ ჩამომივიდოდა 3 კვირაში. გადავიხადე ნაწილი ღირებულების, გადავრიცხე, ესე რომ ვთქვა, 100 ლარი გადავიხადე. 3 კვირის შემდეგ არ ჩამოვიდა შენ პროდუქცია, დაუკავშირდი გვერდის ადმინისტრატორს. ადმინისტრატორმა მითხრა, რომ პრობლემა აღმოიფხვრებოდა, მაგრამ 1 კვირის შემდეგ არც თანხა დამიბრუნდა, არც საქონელი არ ჩამოვიდა. ძალიან შეწუხებული ვარ ამ პრობლემით, ფაქტიურად დავრჩი მოტყუებული. არსებობენ შედარებით ფრთხილი ინტერნეტ გამომწერებიც. ისინი სასურველი ნივთის შეკვეთას არა ვირტუალური, არამედ შუამავალი კომპანიის მეშვეობით ამჯობინებენ. ასეთი მომხმარებლები თავს იზღვევენ და კომპანიასთან ხელშეკრულებას აფორმებენ, რაც თაღლითობის შანსებს ამცირებს. ყოფილა შემთხვევები, რომ ჩამოსვლია მაგალითად სხვა ნივთი, ასეთ შემთხვევაში მე ვიღებ თავზე, რომ გაუგზავნო ეს ნივთი მომწოდებელს უკან, ან ისეთი შემთხვევაც ყოფილა, რომ ვიყიდე, შევიძინე ნივთი, მაგრამ არ ჩამოვიდა, რაღაცა პრობლემები შეიქმნა. ამ შემთხვევაშიც მე ვეკონტაქტები მომწოდებელს და შემდეგ წერს საჩივარს PayPal-ის საშუალებით და ეს თანხა მე მიბრუნდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მომხდართან დაკავშირებით ეჭვმიტანილი დაკავებულია. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 180 მუხლით თაღლითობის ბრალდებით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლის ვადით.